ჩვენი ოჯახი დაბრუნდა პირდაპირ ეთერში წყვილთან ერთად, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მაყურებლების უმრავლესობა გულშემატკივრობს. საუბარია ცეკვამენ ვარსკვლავებზე და საუბარია ჩემს საყვარელ ანიკეკოაზე. ვიქნები ცოტა მიკერძოებული დღეს, ხო შენი საყვარელიც არის? ჩემი საყვარელიც არის და მაშინ დიმას დარჩა ოთო. და ოთო. მე შენი მშობლები ვახსენებ. იყოს ორივე. იმიტომ რომ ოთოს ყავს არაჩვეულებრივი მშობლები, ვეტერინარები, რომლებიც გიждდებიან ცხოველებზე და ჩემთვის კიდე რა ვიცი, ცალკე არიან ადამიანები, ვისაც ცხოველები უყვართ, მაპატიო სხვა ყველა. ოთო და ანი ხო, მშობლები არიან ვეტერინარები, კი. და ძალიან ჭკვიანი და აზრიანი და კარგი ხალხი. მოკლედ. პირველ ბოქსში რომ მოგვეყვანა. არ ხო, ვახსენეთ. კაი, ანი და ოთო. რა ხდება ცეკვებში? არა, პირველ რიგში შენ. ფარფატა ქალი, რომელიც არც კი წარმოგვიდგენია, რომ სახლის საქმეებს ააკეთებს, ცეკვავს და უცებ გირეკავენ და გეუნებიან, რომ ანი მოდი ახლა უნდა იცეკო ჩაჩაჩა, რა ვიცი, კონტემპორარი და სტეპი და ასე შემდეგ. ბევრი არ მიფიქრია სხვათა შორის, იმიტომ რომ ყოველთვის მოწონდა ეს გადაცემა, პროექტი უბრალოდ და ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა იყო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ერთია რომ რაღაცა სცენა იცი, ოღონდ სხვა მიმართულებით და მეორეა რომ ის გამოაჩინო და იმით აჩვენო მაყურებელს თავი, რაც შენთვის არ არის ნაცნობი და ნუ ეგ ძალიან ცეკვაზე არ გიბლია? ცეკვაზე მივლია ოღონდ ბავშვობაში, ნუ ყველა როგორც დავდივართ 4 წლის მანძილზე. ხუსლიწვერი დოინჯი. და ამის შემდეგ რა თქმა უნდა შეხება არ მქონია საერთოდ ცეკვასთან და ნუ ეხა მე გამომდინარე იქიდან რომ ეხა ფორმაშიც არ ვიყავი შესაბამისში რომ რაღაცა სიმღერებიდან გამომდინარეც არ გიწევდა ბევრი ხო? ცეკვა და რაღაცა მოძრაობა დიდად ერთი რამე მინდა ვთქვა, ვიდრე დაიწყებოდა პროექტი, ჩვენ ნახულობდით ერთმანეთს და არ ვიცი, შენ ხარ ისეთი რაღაცა სექსუალური და ისეთი სხვა ცეცხლი გაქვს, რომ მე დარწმუნებული ვიყავი, რომ შენ მართლა საოცრად იცეკვებდი, რაც ასეც მოხდა, ოთო. და როგორ დაძდება ამას, ეხა უყურებ და ყოჩაღ რა. ოთო, აბა თქვი, ხო არის საოცრად ნიჭიერი ახალგაზრდა? ძალიან, ყველგან, ყოველთვის, სადაც მომეცემა სიტყვა, აღნიშნავ იმას, რომ ანისთან ძალიან ახლოს არის ცეკვა სიმღერა რა. ძალიან ნიჭიერი არის ცეკვაში. და ამავდროულად ძალიან შრომის მოყარე, რაც ძალიან მთავარი არის ხან ყველაფერში. აი როგორ მომყვება მე, მაქედან გამოვდივარ. ხო, არა, ძალიან ბევრ შრომობს, ანუ ღამეებიც ხახო, რა მოყვებაო, შენ ოთო როგორ მიყვები? ერთი დღე ანიკეკუას მოუწია ბათუმში კონცერტის ჩატარება. აი მე ხა მოყვებ. ღამე წამოსვლა მატარებლით, დილას მოსვლა ცეკვამენ ვარსკვლავების რეპეტიციაზე, რეპეტიციიდან წამოსვლა ჭიათურაში, არ მახსოვს სადღაც, ჭიათურაში კიდე კონცერტი და ჭიათურის მერე კიდე ოთოსთან საცეკვაო. შენ როგორ უძლებ? მართლა ასეთი გრაფიკი. არისო ასე ზუსტად ასე იყო. ხო, მე გასაძლებად საქმე არ აქვს. ძალიან კარგი. აი, ერთი თქო ეს ახალეთ რა ლაპარაკი. და ესიერე თალები. გასაძლებად საქმე ნამდვილად არა, მაგრამ პირიქით ძალიან კარგად მაქვს საქმე, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც შენი პარტნიორი არის შრომის მოყარე რა. აი ხანდახან შეიძლება იმაზე გქონდეს კამათი, რომ ანი წადი სახში დაისვენე. დროა და აი ამ დროს არა უნდა დავრჩი იმედსაც, რომ აი ამ დროს შეიძლება იყოს გასაძლებად საქმე. ნუ ეს ხა ვიღაცას მართლა ის არ მეგონა. ტერმინატორი. მანიაკი არისო, ნუ ესე ამბობს, ესე შემაფასა, მაგრამ იცი ის დრო რომელსაც გამოვტოვებ ხოლმე მგონია რომ რაღაცას ვაკლებ. იმიტომ რომ ეს არ არის ის საქმე, რაც რაღაცა დაბადებიდან ვიცოდი ვთქვათ, ხო? და აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველივე წუთი იყოს გამოყენებული. და ამ ხელა ფიზიკურ დატვირთვას როგორ უძლევანი? მაგას არ არის შენი პროფესია და მატარებელი ამავდროულად ცეკვა მაქვს ახლა ცეკვაზე და მთელი ჩემი რესურსი ამაზე მაქვს მიმართული და შესაბამისად ანუ სხვა რაღაცებზე პირიქით ჩემ თავს ესე ვუთხარი, რომ არ მაქვს მიმართული არაფერზე სხვაზე ჩემი ყურადღება და აქედან გამომდინარე ალბათ მთლიანი რესურსი მყოფნის. ეხლა სპორტული კუთხით მაინტერესებს ეხლა. შეჯიბრია ეს რა, პრიზით, მოდი ესე ვთქვა, ჩემპიონატია. აი ეს რამდენად აზგარავს შენ ეხლა ეს ვიცი პროფესიონალია და მოგება უნდა და ჯერა რომ მოიგებს. შენ როგორ ახლა? ანიკეკვა ისეთი აზარტულია, მართლა ხახნო ისეთი აზარტულია. არა, ობიექტურად ეხლა ეს შეჯიბრია და იგივე ვარფასეჯიბრია. გადაცემაშიც გემოსწორება. ისეთი აზარტულია მართლა რომ შეუძლია რომ აი რაღაცები მოახდინოს.
აზატულობა, ხა ჩვენ არ გვიყვარს და ანუ რაც შეეხება ხო სპორტია როგორც ახსენე, ნამდვილად სპორტია, იმიტომ რომ ზუსტად გუშინ წინ ერთ დღეში მომიწია ცეკვის სწავლა. რატო ერთ დღეში რა სად იყავი თქვენი? რაღაცა მოკეთ რაღაც ის გქონდა არჩევანის საშუალება გქონდა და რაღაცა მოკეთ ესე მოგვიწია რომ სწრაფად გვესწავლა და ოთას ვეუბნებოდი რომ იმ დღეს ანუ ზუსტად იგივე საათების ოდენობა დამახარჯინა ესე ვთქვათ, რასაც ვთქვათ რაღაცა 4 დღის მანძილზე გადანაწილებულად აკეთებ ხო და ну ფიზიკურად რა თქმა უნდა რთულია, მაგრამ ვუთხარი რომ ის სპორტი არის ფაქტიურად. და კი, შენ ვერ ხვდები რომ სპორტში ხარ, რომ სპორტია შელამაზებული ლირიკით. აი ცხენივით რომ ჭამას მაყვება რაღაცები შეცვალე? ყვება, ну პროექტამდე მქონდა კარგა ხნით ადრე შეცვლილი. პროექტამდე შენ დაკლებული ქონდა? კი, სადღაც ესე წელიწად ნახევარი გადავედი სწორი ცხოვრების წესზე, ესე რომ ვთქვათ. ну ყველაფერი ვქენი საკუთარ თავთან რომ რაღაც ესე რეჟიმში ყოფილიყავი სწორ კვებაზე და სწორ რეჟიმში და უკვე ცეკვებში ძალიან გამომადგა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ აქ ხა თუ არ გაქვს ესე ვთქვათ ფიზიკური მზაობა. ძალიან რთულია. 2 წუთში მოკვდები და იღებ 1 წუთში რა. არა, მარტო დაღლაზე არ არის, პარტნიორისთვისაც ალბათ რთულია ხო შედარებით. თქვა ზედმეტი კილოგრამიანებიანი ქალი რომ დაგიდგეს წყულში მასთან უფრო ზოგადად არაპროფესიონალთან ცეკვა რომელიც თავიდან სწავლობს ცეკვას და ჯერ არის ის რთული არის მაგრამ რა ვიცი ან დიდად არ მქონია პრობლემა ანისთან არა მე არის ნუ ამ პროექტის ხიბლიც ეგ არის რა პრინციპში და მე ეხლა შეიძლება არასწორად თქვი მას ჩემთვის არ აქვს ზედმეტი კილოგრამები და ყოველთვის ძალიან როცა ნახე მგონია რომ 4 არის ჩემზე ბევრად გამხდარი რა თქმა უნდა და ამ პროექტში კიდევ უფრო მიდის ხოლმე კლება და ანუ მასაც ეთყობა. უბრალოდ სურასაც მიხსნის ხოლმე არის ის რომ არ არის ყველაფერი კილოგრამებზე დამოკიდებული, ტექნიკა არის და ის აზიდვაც და ის მანევრები და ილეთები არის სრულად იმაზე თუ როგორ გიჭირავს ტანი. და ალბათ უფრო უკეთესად აქვს რაღაცა გასაღებები. კი, ანუ ხელში აზიდვა ადამიანის არ არის დამოკიდებული წონაზე, არ არის დამოკიდებული სწორ ტექნიკაზე. ხო, არ არის დამოკიდებული ძალაზე, არის შესრულების ტექნიკაზე. ჟიურიზე რას ვეკი? ჟიურიზე აი რო დგებით ხოლმე, აი როგორ ეს მომენტი ძალიან რთული. ცეკვაზე მეტად მაგაზე ნერვიულობ ხოლმე. როცა ისმე ხოლმე ჟიურის შეფასება. მე სხვათა შორის მე არა, ჩემთვის თავარია რომ ის მე ლოგიკურია ხა ის უფრო ინტერვიულებს. თავარია რომ იცეკოს, ჩემთვის თავარია რომ შეფასება. როგორ ფიქრობ? აი ეს ერთ-ერთ პროექტში მეც ვიყავი მსგავსში, სიმღერის პროექტი იყო, არაპროფესიონალთან ერთად მიწევდა მღერა და მეც ანალოგიური მქონდა. როდესაც ერთად არ მღეროდი? მიშა ხუჯაძესთან ერთად და ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა იყო მე შეფასება, იმიტომ რომ მე აი ერთმანეთში მქონდა ეს საუბარი მე და ოთოსაც რომ ფაქტობრივად მე მიფასებდნენ იმ ნომერს, იმიტომ რომ მე მიმყავდა ხო იქამდე მე ვასწავლიდი, მე ვარ რეპეტიციებდი და პასუხისმგებლობა ძირითადი მაინც არის პროფესიონალს. ნაწყელი დარჩენი ხართ? გულწრფელად. რაღაც აი უკმაყოფილო რა. არა, ანუ ჟიური იმისთვის არის რომ მისგან მიიღო კრიტიკა. მოიცა როგორ ხა მე მაგალითად ვიკამათებ ჩაჩერტყოვთან. არ ვიკამათია? არა. ჯერჯერობით და რავი ზოგადადაც არ უდგები ეს საკითხს, იმიტომ რომ ზოგადად ის რჩევები, რასაც ჟიურისგან ვიღებთ ჩვენ, ისევე ჩვენი თავის განვითარებისთვის ვიყენებთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ გამოგვადგება ის რჩევა, რასაც ჟიური გვაძლევს. ჟიური ახლა ისეთი კვალიფიცირებული ჟიური იყოს უსამართლო და კაი ხალხი, მაგრამ კიდე არ ნიკეკუა გაჭერდი, ერთი კარგი თვისება გაქვს. ჩვენ ყველა ვართ ქალები. მაგრამ ქალთა შორის ქალი არის ანი და რატომ? მნიშვნელობა არ აქვს ხალხო, რა ტემპერატურაა გარეთ? რანაირი დელგმა და ჭექა-ქუხილია. არ აქვს მნიშვნელობა რა კონტექსტია გარშემო. ani -50 გრადუსში გამოდის მაკიაჟით, დალაგებული თმებით, მოკლე კაბით, ყველაფრის გარეშე, იმიტომ რომ შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აი ეს რაღაცა გარეგნული იერი კონდეს ისე მოწესრიგებული, რომ მე სულ შენი მშურდეს. იცი, საერთოდ ყოველდღიურობაში ვერ ვიტყვი, ანუ არ შევიქებ თავს. იცი, ბავშვობაში ვიყავი ფრანჭია ბავშვი, მაგრამ მერე უკვე შვედეთში რო წავედი, იმიტომ რომ შეამჩნია ცუდად ეგამბარი მისი.
მე მას მოვაყოლებ რატო იცის. ესე იგი, მე უკვე ძალიან შემეცამდა დედაჩემიც მე უბნებოდა, მე ჩხუბებოდა ფაქტობრივად, რომ გადმოეწყე ხა საქართველოს, მაინც ყველა გიყურებს, არ ხარ ხა შვედეთში, ნიცაში, სადაც სწავლობდი მოკლედ იქ ძალიან სხვა მიდგომები ქონდათ. თან ხა არ მიწევდა იქ სცენაზე ყოფნა და რაღაც დაბალძირიანებზე ბოტასებში ჩვეულებრივად რა ყოველდღიურობაში ასეც მოძრავ დავდივარ. უბრალოდ სცენაზე მაინც ვფიქრობ, რომ ესთეტიკას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და მგონია რომ მაინც მაყურებელს მაღალთაში, როდესაც თოვი, როდესაც -6 გრადუსია, ალბათ იურიზეც იგივე შეგვიძლია ვთქვა. კი. რო გიყურებს, კეთილ გაწყო პირველი მოდის მაქედან ალბათ. თუ რაღაცა უნდა მიხვიდე რა, მოეწონო რა ადამიანს, ხო, კი, ნამდვილად. ხო და ჟიურის რაც შეეხება მინდოდა წეხან მე თქვა. მე მაქვს მეც ასეთი მიდგომა აქვს, რომ ბევრი კონკურსი გამომივლია და ვფიქრობ, რომ ამაზე რომ დახარჯო ენერგია, კონცენტრაცია და რაღაცა ჩაიბოღმო, ani ფიქრო რომ აიმე მეტი მეკუთნოდა და რაღაცა ამაზე თუ გააკეთე კონცენტრაცია, მე მგონია რომ დაღუპული ხარ, იმიტომ რომ საქმეს კარგავ. კი, ეს ერთი და მეორე რომ მაინც ჯობია რომ ჩვენი საქმე ვაკეთოთ ყველამ. ისე ზოგადად ჯობია რომ ყველა ჩვენი საქმე ვაკეთოთ. რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა რა ხდება? გადაეკიდეთ ერთმანეთს ემოციურად, ვინ თუ არა ჯერ კონკურენტები. არა, ერთმანეთში საერთოდ არ არის ესეთი სიტუაცია. ხალხო რა ხდება? დრო რაც მეტი დრო გადის, ყველა კონკურსის მონაწილე გვეუბნება ისე და ნანუ ამის აღიარება ხა ცოტა ის არის, ხო ხტები რომ ისა ემოციურად კი გადავეკიდე როგორი სათულს ალაპარაკოა, რთული სალაპარაკოა. სახში ყველაფერს ლაპარაკობ. ხა ემოციურად პატარა ომები რაღაცები იქნება. დრო მარც მე პირადად არ დრო მაქვს რო არა მაგის დრო. ემოციებისთვის. მართლა არ მაქვს დრო მაგისთვის, იმიტომ რომ მივდივარ რეპეტიციო, ფიქ რაღაცა ტანსაცმელს ანუ ლაშა ჯოხაძესთან მუშაობთ 1000 რაღაცაზე ფიქრობ, საერთოდ არ გაქვს დრო. მართლა არ მაქვს. თვითონ ცეკვის პროცესშიც აი გადაკიდების. ცეკვის სწავლა ასე წარმომიდგენია, რომ აუცილებლად გიყვირის ცეკვის მასწავლებელი. ჩემს გონებაში ეგეთი სტერეოტიპული დამოკიდებულება მაქვს, რომ ფეხი, ხელი, რაღაცას მაინც აკეთებს ამას. მე ბავშვობა გაიარა. სულის მასწავლებელი ჯოხით რო ჩემი ბავშვობა არ არის, ნუ ეგრეა ეხა ცეკვის მასწავლებელი, რაღაც განსაკუთრებულად ემოციური. მუსიკის მასწავლებელი აიაქტის გლი. აი რა, ძიმა მე. ეგეთონი აი თვითონ იტყვის მე არის საუბრობ. რეალურად. ხო, რა არის? სულის აღდგენის მუხტის მომატების მეთოდი არის, რომელიც ყველისაგან განსხვავდება. ხედავ შე რა ტაქტიკა გეკონია. როცა მოუწოდებ ადამიანს რომ მიდი ეგ მაგარია, რაცო რას ლაპარაკობ. მაშინ აი ადრენალინს იწვევ და უფრო მეტ შედეგს არ არის ხომ? ადამიანს იტყვი ახლა თქვენ ხარ შემობიერი მასწავლებელი. აი ეგ მინდოდა რომ მობიერი კაცია? არა, როგორია, იცი? ნელ-ნელა გხურდებიან რა. კი. არა, 50 ბევრი დრო. არა, რეალურად რომ თქვა 50 შინაგანად იმდენად კარგი ადამიანია და ანუ აი ხედავთ კიდევაც და მეტყოლებაში ეგეთყობა ადამიანს არ არსებობს. კი და დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ზუსტად გუში გავიცანი მისი მშობელი. შინაგანი კულტურა აქვს, ძალიან კარგი ადამიანი, კარგი მეგობარია ჩემი უკვე ამ მოკლე დროში შემიძლია. გონია რომ დაამთავრეს და ამ დროს. მაგრამ საქმეში ან მეც ესეთი ვარ საქმეში. მეც ესეთი ვარ, იმიტომ რომ საკუთარ თავს თხოვ ყველაზე მეც და ამას თვითონ მიბალანსებს ხოლმე, რა ანი ახლა ჩამოდი მიწაზე, ნუ თხოვ საკუთარ თავს იმაზე მეტს, ანუ ვიდრე შეგიძლია ამას. ყველაზე მეტად რა გიჭირს? რომელი სტანდარტი გიჭირს თუ არა, ყველა ცეკვას თავისი ნიშური რაღაც ნიუანსები აქვს და ვფიქრობ, რომ ყველა ცეკვა თავისებურად საინტერესოა. არაფერი არ უჭირს, ბოდიში ჩაგიჭირს. არ სტანდარტ, არაფერი არ უჭირს. როგორი ერთადერთი აქვს ის მომენტი, როდესაც ახალ ცეკვას ვეხებით, თავიდან სანამ ამ ცეკვას გაეცნობა, მანამდე შეიძლება მიუღებლობა ქონდეს ამ ცეკვის მიმართ, მაგრამ როდესაც გაეცნობა პირველ ძირითად ნაბიჯებს, მე უკვე მიდის და ანუ ნაბიჯებს გაეცნობა ატმოსფეროს შეისწავლის, შეშეკრე. აზრიანი ქალია, აზრიანი. ნუ ყველა სტილის ცეკვაზეა საუბარი აქ, ხო? უარს ვერ იტყვი, ხო, რომ გეუბნებია რომ ეს უნდა იცეკვო? არა, ვერა. შენ ვერ დაიწყებ, რომ არა, მე მირჩევნია რაღაცა იქ სხვა ვიცეკვო არა. ხო, ეგეთი არსებობს. თუმცა რაღაცა მაინც თუ რაღაც განსაკუთრებული რაღაცა უარი ან უარყოფა გაქვს, ალბათ შეიძლება ამის განხილვაც, ხო? როგორ შეიძლება რომელიმე ცეკვაზე უარყოფა? არ არის ხო ეგ. მეც მართლა ყველა, იცი მე საერთოდ კონკურსში როცა ვიღებ მონაწილეობას, ჩემს თავთან მაქვს ეს გამოწვევა, იმიტომაც არის, რომ მაინტერესებს რომ ტურში როგორ ვიცეკვებ, ანუ რომელ ცეკვას როგორ შევასრულებ. გაიზარდე როგორც მოცეკვავე, აი ამ 4 წლის განმავლობაში.
კი, რა თქმა უნდა. ოთო მეუბნება რომ მიუხედავად იმისა რომ სამბა მაყურებლისთვის ალბათ უფრო ენერგიული და ეფექტური ცეკვა ოთოს შეფასებით ტექნიკურად უფრო გამართული იყო ფოქსტროტი რომელიც არის წყნარი რაღაც კლასიკური აკადემიური ჰაეროვანი მე ვფიქრობ რომ ჟიურის შეფასებაც გამოიყენა ასე თუ ისე რა თქმა უნდა ხო თქონზე ხო ჩვენი გოგო ჩვენი მე ნახულობთ ერთად ჟიური ცეკვას ჟიური რა გინდა ეხ მოციპავის მხრიდან ანუ ჩვენ ვცეკვთ ხო ვერ ვხედავთ ჩვენ შეიძლება გამიცდეთ სხვა საერთოდ სხვა რაღაცას მაგრამ რეალურად ვქმნიდეთ საერთოდ სხვა რაღაცას ან მეგურის ხო ერთად თუ უყურებთ და რაღაცა უყურებთ აუცილებლად განვიხილავთ ყველა სპორტი არა გეუბნები ფეხბურთი დავდგავთ და ვიდეოს გადავიღებთ უყურებთ ერთად მსჯელობთ ეს მოგწონს არ მოგწონს ერთად მივდივართ აი შენ გეუხრეხულება შენ თავის აი ეგ უნდა მეთქვა რა უნდა გავამხილო ეგ ამბავი იმიტომ რომ გამხილო ხო რატომ უკვე ფაქტიურად გამხილე ეს არის ხო ეხლა ყველაფერი რაღაც საუკეთესო იმაში ხო არ არის მე მაგალითად არ მიყვარს საკუთარი თავის არც მენა სიმღერის შემდეგ და არც შესაბამისად ცეკვის ყურება იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ მაგად ნერვიულობ იმიტომ რომ აი რა გავაკეთე ნუ იქ ლაივზე ოკეი ანუ კარგი ჩაიარა და თქვა მობილიზაცია მოვახდინე მთელი ჩემი რესურსის და გაიარა და აი ამის მე გადატრიალება ჩემთვის ემოციურად არ არის კარგი და სწორი და ამიტომაც ალბათ არ მიყვარს იმის ყურება თქვა იმიტომ რომ ყველა ნიუანს ვხედავ და ვიცი რა აი რასა და აი რა უკეთესად შემეძლო საერთოდ ანუ ლაივის შემდეგაც ცეკვის შემდეგაც ყოველთვის კრიტიკულად ვუყურებ ხოლმე ჩემ ცეკვას და ეგრევე ვეუბნები რომ აუ არა ის უნდა მექნა ეს უნდა მექნა აი ვიცი ჩემს თავთან რა რაც შეიძლება არ ჩანდეს მაგრამ რაც ანუ კმაყოფილი ხარ არ ვარ ხოლმე არასდროს კმაყოფილი არასდროს რა საბაბი აი ხა რატო აქვს ეს დამოკიდებულება რომ ის ვერ ვქენი ის ვერ ვქენი ის ვერ ვქენი იმიტომ რომ მე არ ვარ ზოგადად ისეთი პიროვნება რომ დავკმაყოფილი და მინიმალური და ზოგადად არის შესაძლებლობები ვიცი ამიტომ ზოგადად რეპეტიციების დროს მაქსიმალურად ვცდილობ რომ მისგან მოვიდე ნახე რა სტრატეგიის ყავს მეწყვილე კარგია იდეალურია და დავიშალეთ არეუბნები ვაძლევ მე ვიცი რომ ანუ საკმარისი არ არის ერთი კვირა რომ ეს სრული ინფორმაციები გაკეთოს მაგრამ მე მაინც ვაძლევ იქნება და მაქსიმუმი გამოვიდეს მე ანუ ყველაფერი ახსენდება მე რაც ველაპარაკე და ყველაფერი რომ ვერ გააკეთა ანუ თავის მიმართ აქ კრიტიკა და რეალურად მე ხო კმაყოფილი ვარ რატო არ მიჯერებს აი კითხეთ რა ამას მე რეგეთქოს პროექტი რო დასრულდება აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ ყველაზე მაგარი კონკურენტი და ვინყავთ ეხლა აბა როგორ გონია თქვა ისე ხა ლოგიკური კითხვა იცი რაღაცნაირი პროექტია არც ერთ პროექტში მსგავსი გამოცდილება და შეგრძნება არ მქონია სიმართლე რო ვთქვა გამომდინარე იქიდან რომ რაც არ უნდა კარგად ცეკვავდე და საუკეთესოდ შეიძლება და კონკურენციაში თქვა იყო რაღაცა 2-3 წვილი ყველაზე მეტად თქვა მაინც ვერ იტყვი, ვერ გასაზღვრა, იმიტომ რომ SMS-ები და ზარებზე არის დამოკიდებული, როგორც ხედავ, უმეტესი ნაწილი. შეიძლება ითქვას 80-90% თურმე. მან მუშაობს ზუსტად ის ვერაზეც ლაპარაკობდი. ეხლა ჩემი ლოდარი ხო ცეკვავდა, მაგრამ ხალხს ძალიან უყვარს და აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი ტური გაიარა. ანუ ცეკვით ეხლა მართლა იმუშავა ვირივით მართლა ეხლა იცით რა შრომაც უნდა გაიარო ხო თან ვიტყვი და შენ ეხლა საფუძველი ქონდა უფრო მოძრავიც იყავი წელიწად ნახევარი კარგად იკავებოდი ის ძალიან რთულ სიტუაციაში იყო და მაყურებლის სიმპათიებზე არის ძალიან ბევრი რამე დამოკიდებული ამაზე ფიქრობ რა ეხლა შინაგან ხო ყოველთვის რომ როგორი დამოკიდებულება აქვს მაყურებელს ის და ხმას აძლევს მაგრამ მაყურებელიც ძალიან უცნაური ჩვენ უცნაურები ვართ ხშირად გეზარება ტელეფონის აღება ფიქრობ რომ კაცო აი ფიქრობ რომ კარგად ცეკვავს და გადავა ისედაც გადავა ეგრე არა ეს SMS-ზე დამოკიდებულია ბევრი რამ. იცი რა მაინტერესებს? რა პროფესიის რა გინდები? თმა ისე გამეზარდა მეგობრებო რომ სულ აფორია. არა, ლაპარაკში ესე ეწევა თვლიო უკვე. შეიჭრის დადება და შეიჭრის. ეს არის შენი ხასიათისთვისება. ყველაფერი მიიყვანო ბოლომდე. რაღაცა მიზანი დაისახო, ძალიან პრაგმატული და ისეთი ანალიტიკური გონება გაქვს. რა ხარ პროფესიით? საერთაშორისო მენეჯმენტი მაქვს დამთავრებული, ახლა ვმუშაობ პროექტებს ხელმძღვანელობ, მარკეტინგ, კომუნიკაცია. და მოკლედ, ხო, რა ვიცი, ბევრი მიმართულებით მიწევს ამ პროექტების კეთება და ხო, ეგეთი ანალიტიკური აზროვნება კი მაქვს და რა ვიცი, შეიძლება მეხმარება კიდევაც. და ხარ ძალიან კარგი დედა და ყავს არჩეულებრივი შვილი, როგორ ასწრებ ხა მარკეტინგი, დედობა, კი მართლა 7 წლის. 7 წლის რა ამბობს?
ისეთი აზროვნების არის, რომ ანუ ჭკუას კითხავ ნამდვილად, იმიტომ რომ ისეთი სერიოზული დაალაგებული ჩამოყალიბებული ადამიანი. გიждდება ალბათ უხარია. სხვათა შორის, ანუ შეფასება აქვს ხოლმე ასეთი. ერთი პირველი ტური იყო მახსოვს quick steps-ზე მითხრა რომ მომეწონაო ყველაფერი ერთ-ერთი ესე რომ შემოატრიალეო თო ეგ არ მომეწონა. ეხლა არ გამომივიდა კარგად არ ვიცი. ხელი გაატრიალე. ბავშვი ყოველთვის შეშმერდებას ნახატებს, ხო? ეს ერთი რა იყო? ეს კითხა. ბავშვია, შვილის ბავშვი. ჟიური ხორდავს ადგოჩას. კი, მართლა ესე აფასებს და დანარჩენებზე ხო კარგი იყო, მაგრამ რაღაცა რა იმაზეც რაღაცა თავის კომენტარი ქონდა. ანუ ათები არ დაწერა რა. აუ ისე მაგარი იდეა მომივიდა, ხა ერთი ბავშვი რო დავსათხოვნე ჟიურიში. ეგეთი ბავშვი. აუ რა საყვარელ რაღაცა. აუ მაგარი იდეა. ხوارი ეგეთი ბედრო რომ მაგასაც აწესებს, თქვა რომ შეუულია რა ეხლა შენ აქ რაღაცა ძალიან მაგარი იქნება. იპიკრეცია ყველაფრის თქმა. ბავშვები ასეთები არიან. ხვალ რა გვიმზადებ, ხვალ რა იქნება, ხვალ რას ველოდოთ თქვენგან. უნდა გითხრა შეიძლება. რასაიდუმლოდ. ძალიან ჩემთვის რა ვიცი. არა, ეს არ უნდა თქვა. ისეთი ენერგიული, ცეკვას არ ვიტყვით, მაგრამ ენერგიული ცეკვა და ძალიან მოითხოვს დიდ ენერგიას და იმდენი ილეთია. რა ტურია ეს შეიძლება ვთქვათ? რისი ტურია? არა, მგონი საიდუმლოა. ტური როგორ არ შეიძლება? ცოტა არ თქვა განები რამე არ წამოგხდეთ ეხლა და ეგ რაღაც პრობლემები არ გავხვიოთ ადამიანები. მზად თუ ხარ თავდაჯერებული თუ ხარ ძალიან საინტერესო. შეიძლება ითქვას რომ ყველაზე საინტერესო ტური შეიძლება იყოს. იმიტომ რომ ესე ვიცით რომ მაყურებელს ძალიან უყვარს ეს ტური. და ნუ ჩვენთვის ვიტყვი იმას, რომ ძალიან ბევრი ილეთია, ძალიან სწრაფად უნდა ჩაატიო ეს ყველაფერი და ეს ენერგიაც უნდა გეყოს. ნოდას დიეტ ეხლა ესმენს. ხო, რაღაც თქვენი ნომერი. მაყურებელს მიმართეთ აი კამერაში ორივე ერთად და თქვით თქვენი ნომერი. ნომერი, ხო. მიმართეთ. გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას. მოკლედ გთხოვთ თუ ვისაც მოგეწონებათ ჩვენი ცეკვა, დაგვირეკეთ ან დაგვიმესიჯეთ თვითონ ნომრიდან რამდენჯერაც გინდათ 09-300-352. ეგ ძალიან პატარა ისტორიას მოვყვები ანიკე ხვაზე ერთ-ერთი მორგი კონცერტის შემდეგ დასხდა ყველა, მე არ ვიყავი, მეც მოყოლით ვიცი, მაგრამ არ ვიტყუები. და მოვიდა მიმტანი, რომელმაც ყველას ნუ რაღაცა ჩაიწერა, შეკვეთები იყო ძალიან რაღაც მინიმალ თურქული ყავა, რაღაც ეს პეტერპეტერი რაღაცები, ნამცხვარი ცეზარის სალატი, კოსმოპოლიტანი რაღაცები შეუკვეთეს და მიადგა მიმტანი ჩვენს ანიკე კვას, რომელიც მაკიაჟით ძალიან ლამაზი გამოწყობილი, ცოტა გაყინული, მაგრამ არის. მიმტანი ძალიან რაღაცაერად აღფრთოვანებული ეკითხება, რომ ქალბატონო ანი თქვენ რას მიირთვე და ანი მახედა. ღორის წვადი გაკო. საერთოდ არ არის ასე, ძალიან კარგად შეუკვეთია. ისინი ეცინება. ანუ ნანიკოს იმიტომ ეცინება ამაზე, რომ ანუ ვიზუალ და ყველამ შეუკვეთა რაღაცები, რა ცეზარის სალატი. ის მახსენდება, ადრე ერთი ძალიან ბევრი წლის წინ იყო მის საქართველოს რაღაცა ის ძიმს როტარდებოდა, ხო ის შუქები არ იყო და გოგო მოიგო რაღაც გამختარით და რა გიყვარს და ხინკალიო თქვა და დასცინოდე. არა, დასაცინი. არა, დასაცინი არ იტყირო შედასცინი. ხო, წარმოუდგენელია ალბათ. ისე დედა ჩემსაც ძალიან უყვარდა ხორცი და პასტურმა რაღაც სუჯუკი და ასე შემდეგ. ხო და მეც ალბათ გამომყვა ეს სიყვარული ხორცის მიმართ, ნუ მიყვარს. ხორცი მიყვარს ძალიან. ბიჭო, რა ხა რა, ასაგებია რა. ჩვენ ყველა გიგებთ. მე ხინკალი მეგონა იტყოდა, ღორიცად სამოდოდებოდი. მე და იმან გაგიგეთ. მაგრამ ერთი რამ ვიცი მეგობრებო, ძალიან ხშირად იტყუება გარეგნობა ადამიანის. როდესაც გავიცანი ეს არაჩვენში კარგად არ გიცნობ, მე ცალკე შენზე ვიტყვი. ანიკე ყვა მეგონა რაღაცნაირი ქალი, რომელსაც სულ ჭირდება ყურადღება, დახმარება, ქალი, რომელსაც ჭირდება ყურადღება და არა, მაინც ყველა ქალს ჭირდება. ყველა ქალს ცხადია რომ ჭირდება, მაგრამ იმდენად თვითმარი ჭკვიანი, ძლიერი, აი რაღაცნაირი ქალი ხარ, რომ მართლა გეუბნები, ბევრი ადამიანისთვის ხარ მოტივატორი და დიდი მადლობა ამისთვის. წარმატებები გოგო. ძალიან დიდი მადლობა ასეთი სასიამოვნო ემოციებისთვის. წარმატებებს გისურვებთ. თავარების დაუფლებასაც გისურვებთ. ვინც მოვა, ყველას ვეთყვი. ყველას ვეთყვი, წარმატებას ჩვენ ვუსურვებთ ყველას ჩვენს მეგობრებს, ვინც პროექტში იღებენ მონაწილეობას და 24 საათი შრომობენ. ახლა ჩვენი სტუმრები არიან ეს უნიკალური ადამიანები, გისურვებთ წარმატებებს, გამარჯვებას, თქვენი შრომის დაფასებას, ყველაფერს ლაღად და მხიარულად ჩამთავრებას და კიდევ არაერთხელ გელოდებით ჩვენთან. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმრები. მე ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ ორშაბათს 22 საათზე გრანდიოზული პროექტის
ცეკვავენ ვარსკვლავების ახალი ეპიზოდი გელოდებათ. ჩვენ რეკლამის მერე დავბრუნდებით ის ჩვენი უსაყვარლესი აგრეთვე გრანდიოზული პროექტის მიმღრეს მონაწილეებთან ერთად. გია დავითულიანი და ნინი დავითულიანი იქნებიან ჩვენი სტუმრები. დავითიანი უკაცრავად მე გადავახვიეთ და გადავაკეთე. დაგველოდეთ ძალიან საინტერესო სტუმრები. თუნდაც უკვე მრავალფერ ნამღერი რეკლამა. ოჩახი